მოგესალმებით ქუჩაჩიევო, ქუჩაჩიევო. დღეს მე და გიორგი განვიხილავთ ერთ-ერთ ყველაზე მოკლე მეტრაჟიან პატარა ჟანრს, რომელსაც ტროპიკალიას სახელით ვიცნობთ. და ტროპიკალია ბრაზილიის ისტორიაში ამ მთელი MPB-ის კოლგის ქვეშ მყოფი ყველა განშტოებებიდან თუ სწორად ვამბობ, ყველაზე მოკლეხნიანია, იმიტომ რომ სულ რაღაც 3 წელი მიმდინარეობდა ტროპიკალიას პრაიმი. მას შემდეგ რაც მოხდა და რაც მოყვა ამას, რა თქმა უნდა, გავარჩევთ უკვე პოდკასტის ალბათ შუიდან სადღაც. დასაწყისიდანვე კი დავიწყებთ იმაზე საუბარს, თუ რამ გამოიწვია ეს ყველაფერი, როდის დაიწყო, როდის დასრულდა, რატომ დასრულდა და რაც ყველაზე მთავარია, რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა მთელი სამყაროსთვის და რა თქმა უნდა ბრაზილიური მუსიკისთვისაც ამ ამერიკისთვის ალბათ უფრო მეტად მიგებია. და ალბათ სწორი იქნება რომ დავიწყოთ სიღრმეებიდან მოკლედ რა, რომ ვაფშე რა არის ტროპიკალია და საიდან წარმოიქმნა ის. ამიტომ გვაქვს ორი დასაწყისი. პირველი არის არა ტროპიკალია, არამედ მისი ფესვები და იდეოლოგია საიდან მოდის საერთოდ. ესეთი მწერალი არსებობს ოსვალდო დე ანდრადე, რომელმაც 1928 წელს გამოუშვა პროზაული ნაწარმოები მანიფესტი, რომელსაც ქვია მანიფესტო ანტროპოფოგო, რომელიც ნიშნავს ადამიანის მჭამელ მანიფესტს. ეს არ არის რაღაცა კანიბალისტური მანიფესტი, რა თქმა უნდა, აქ იგულისხმება კულტურული კანიბალიზმი. კი ბატონო. რადგან დაახლოებით 3 საუკუნე ბრაზილია იყო პორტუგალიის კოლონია, ძალიან დიდი დაღი დაასვა ბრაზილიურ ნეიტივ კულტურას ამ ყველაფერმა. შესაბამისად, ეს მანიფესტი არის გამოძახილი იმის, რომ ბრაზილიელებმა უნდა დაიბრუნონ მისი ავთენტურობა. ანდრადე მოგვითხრობს იმას, რომ არ არის აუცილებელი, რომ ეს ევროპული კულტურა გამდენოთ, სწორი არის, რომ უბრალოდ ის ავიღოთ, დავამუშაოთ და მოვარგოთ ბრაზილიას მოკლედ. იქაური გრიგოლ ხანძთელი იყო. უნდა წმინდა წიგნები უნდა წაიკითხო, შეისწავლო და რაც არ მოგეწონებაო განაგდებო და რაც მოგეწონებაო მოიღო და მოარგებო. მაგალითი რო ავიღოთ, რომ აი ამ მანიფესტში არის შექსპირის ამონარიდი, ესე ვთქვა, რაღაც to be or not to be, this is a question. მას აქვს გადაკეთებული to be or not to be, this is a question. ტუპი არის ბრაზილიური ძველი ხალხური ენა და ამბობს რომ თავარი კითხვა ის კი არ არის ვიყოთ თუ არა. თავარი ის არის რომ დავჭეთ თუ არა ჩვენ ბრაზილიელებად. ჩვენერია მე არ ვიცოდი სიმართლე გითხრა ეს ოსვალდო დე ანდრადე, რომელიც გავს მანიაკს ნამდვილად გავს. რეალურად და ყველა ფოტოში ესეთია. აი აქ გამოვაჩენთ. სადმე ხო? აი აქ. სადმე ამ კიდევ უფრო იქით რაღაც წავიდეთ, ეგ იყო 1928-ში. 30-დან ზევით მოყოლებული იმ ქალს აღარ მახსოვს რა ერქვა ბრაზილიელი, რო იყო ბანანები რო ქონდა გარშემო და მე ჰოლივუდში წაიყვანეს ფილმებში იღებდნენ და კაროჩ პოპულარობა კი მოუტანა ბრაზილიურ რაღაც მუსიკას და კულტურას, მაგრამ ამავდროულად ბრაზილიელებისთვის იყო ცოტა შეურაცხმყოფელი ის რომ სტერეოტიპულად იყენებდა იმ რაღაც ბრაზილიურ ჩაცმულობას, ხმებს და ასე შემდეგ. ან ჰოლივუდმა წარწყმიდა თითქოს ეგ კულტურა და ამ ყველაფერს როგორღაც ხელის შემშლელად მოევლინა სამბა და ბოსანოვა. ხო. მიყოლებით, ჯერ სამბა, მერე ბოსანოვა. ბოსანოვას ასოციაციას გავუკეთებდი უფრო ლიფტის მუსიკასთან. იმიტომ რომ ეგეთია რაღაც. რაღაც ეგეთი ეს აქვს რა, ჟღერადობა. ტომ ჟობიმი ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი. ტომ ჟობიმი მოკლედ, რომელიც ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენელი არის მაგ კულტურის და იქამდე ჟოაო ჟილბერტო და სტენ ჟეტსი არ ვიცი როგორ გამოითქმის ეგ. სანამ კაიტანოზე გადავალთ მოკლედ და სანამ ვისაუბრებთ მუსიკაზე, აი წინათ რაც ვთქვით, რომ ინოც ჩართული იყო მოკლედ ამ მოძრაობაში, ეგეც უნდა ვახსენოთ და ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო გლაუბერ როშა. გლაუბერ როშა არის ბრაზილიელი მთავარი რეჟისორი სინემა ნოვასი, რომელიც არის ასევე მოძრაობა ოღონდ კინოს განხრივ და მოკლედ მისი მთავარი ნამუშევარი იყო ესეთი ფილმი
ღმერთი და ეშმაკი მზის მიწაზე. God and ეშმაკ. ინგლისურად ეს არის Black God and White Devil. ესე მაგრამ რეალურად პორტუგალიურად მოკლედ ნიშნავს იმას რაც თქვი ღმერთი და ეშმაკი მზის მიწაზე. ხო, ბრაზილიაში თუ. ალბათ. აი ამ ფილმში ხდება ესეთ რაღაცა რა. არის მუშათა კლასი. ჩვენ. გლეხი ტიპი. რაც იმ დროისთვის ეს რაღაცა არ გამოქონდათ მოკლედ ეს არ ამზეურებდნენ ამ კლასს და ფილმი არის ამ ტიპზე რომელსაც ყავს ცოლი და მოკლედ ეს ტიპი კლავს მის უფროს. ანუ ვისი დაქვემდებარებაშიც არის ეს როშა რა. მაგრამ ანუ ეს მოკლის სცენა არის ძალიან სტრანე კიდე. თავარი გმირი ზურგით დგას. ეს უფროსი კროჩი ძალიან დიდ კამას ურტყამს. просто ეს კამარს. კამარი ხო ტილოს თუ რაღაცას ურტყამს რა მოკლედ. და ეს ტიპი ბრაზდება და არჩი ჯიბიდან იღებს რა პიზდეცა დიდ დანას. შაურმის რა. ხო. მაგრამ კი არ ურტყამს დანის კონდახით კლავს. ფილმში არანაირი ის არ არის. ლოგიკაც არ არის და ბაღონუ ისდაცები ხდება და მოკლედ მე ეს ტიპი ამ ცოლთან ერთად გარბის, უერთდება რაღაც სექტას. ეს ცოლი კლავს ამ რელიგიის ლიდერს და მე ეს ტიპი ხდება განგსტერი ბრაზილიელი. ხო, იოსნა. როგორც ბოლოს მოკლედ რაღაცა ძალიან ბევრ ცუდ რაღაცებს ჩაიდენს ეკიტაკი და ვინ შეიძლება აქამდე როგორ მოვედით ტროპიკალიაზე არ უნდა გულზეგასო კი მაგრამ ანუ ესეც შედის მოკლედ ეს ფილმი როგორც მუსიკაში არის კაეტანო და ჟილი დაახლოებით იგივე სიმძიმის პერსონაჟია გლაუბერი და ეს ფილმიც იმ ალბომს გავს რომელიც გამოვიდა 1978 წელს ქვია ტროპიკალია პური და სანახაობა ესე ითარგმნება ალბომი რაზეც მივალთ კი ბატონო ალბათ რა სხვა გზარგო გადააგდეს ბურწლები და ისმის მთავარი კითხვა პირველი ხო ალბათ საერთოდ რატომ შეიქმნა ტროპიკალია რა კითხვაზე აქვს პასუხი ამ ჟანრს მოდი ესე ვთქვათ პირველი არის ის რომ არსებობდა მოკლედ ორი განხრა ორი ჯგუფი პირველი ჯგუფი იყო ის ვინც იძახდა რომ მუსიკა უნდა იყოს მაქსიმალურად ეროვნული პოლიტიკური ბრაზილიური და არა ევროპული ანუ მხოლოდ და მხოლოდ განმანათლებელურიც ავთენტური ბრაზილიისთვის და რაღაცა კარგ იდეებზე უნდა იყოს დაყნობილი მეორე ჯგუფი იძახდა რომ აი ეს თანამედროვე პოპკულტურა რაც შემოსული იყო ბრაზილიაში უნდა მიეღოთ და რაღაცნაირად აი იმ რიტმში უნდა ჩამჯდარიყვნენ რა ანუ რაღაც ორი უკიდურესობა იყო და ტროპიკალია იძახდა რომ არ ვართ არც ერთისკენ ჩვენ გვინდა ორივე ხო ავიღებთ იქიდან მაგალითად ბიტლს და გავაკეთებთ ბრაზილიურად ამას კი ბატონო პირველი ეს არის ხო და ზუსტად მანდ შემოდის მთელი ის იდეაც კანიბალიზმის ანთროპოფაგია ხო და ეგ ტერმინი ზუსტად უკავშირდება ტროპიკალიას გამომდინარე იქიდან რომ ტიპები რომლებიც იძახდნენ რომ კი ჩვენ გვინდა ბრაზილიური კულტურაც გქონდეს ტრადიციული მუსიკაც გქონდეს იმასთან ერთად რასაც გვაძლევს მაგალითად ევროპული ბენდები როკ ბენდები ან პოპ მუსიკოსები რაც აკეთებენ და ეს ყველაფერი ერთმანეთში ავრიოთ რა ზუსტად იგივე თემა დაახლოებით რაც ამბიურ როკზე ხდებოდა როცა საუბრობდით ხო ან თურქეთზე რა ანატოლიური როკი რაც იყო და ნუ აქ ეხა უკვე ტროპიკალია ქვია და ამ რაღაც ჟანრობრივ კანიბალიზმზე მიდის საუბარი, რომლის მომხრეებიც იყვნენ, ნუ ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, ერთი იყო კაეტანო ველოსო, ნუ ღმერთმა უწყის როგორ წარმოითქმის. იყოს უბრალოდ კაეტანო ველოსო, ხო, როგორც წერია. და მეორე ჟილბერტო ჟილი. ეს ალბათ ჟილია და კი, ხო. და ჟილბერტო და კაეტანო იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც აი ბოლომდე აჭერდნენ იმას, რომ ჩვენს გავიტანთ, წამოვიღებთ იმ კულტურასაც, ამ ელექტროგიტარასაც და განსხვავებულ რიფებს, იქ რაღაც ფაზი პედლებს გამოვიყენებთ, ფსიქოდელიას შეურევთ და ამ ყველაფერს მოგაწოდებთ ისე, რომ ძალიან კარგად იქნება შეფუთული, ლამაზი მუსიკა იქნება, ხალხი ტაშ დაუკრავს, თუმცა იქნებიან ადამიანები, რომლებსაც ეს ყველაფერი არ მოეწონებათ და საბოლოოდ შეეწირნენ გულში ჩასვეს ბიჭები. ციხეში გააქანეს ტიპები. პირდაპირ CIA იყო ჩართული ამ საქმეში, რომ დემოკრატიულად არჩეული ლიდერი მოეშორებინათ თავიდან. ჟიაო გოულარტისი. არ მახსოვდა ნამდვილად ადამიანი. არ აკეცერებული. აკეცერა შემთხვევით. ჩემითაც არ დამიწერია.
და ეგ ადამიანებს იმდენად არ გაუსწორ, ნუ ადამიანებს რა გარკვეულ საპროტესტო მხარეს მყოფ ადამიანებს იმდენად არ მოეწონათ და იმდენად არ გაუსწორდათ, რომ აქ უკვე დაიწყო მარშები, აქ წამოვიდა საწინააღმდეგო მარშებიც 67-ში იყო, მე მგონი ის მარში, რომელიც ელექტროგიტარის საწინააღმდეგო მარში რო იყო. ეგ ფაქტიც სრული პიზდეცია იქიდან გამომდინარე, რომ კონცერტზე ტიპი გამოდის ოს მუტანტესთან ერთად, რომელიც არის სრულად ფსიქოდელიური. ხო, მუტანტები იმენა ფსიქოდელიურები არიან და კაეტანო არის ტიპი, რომელსაც შეუძლია წამოიღოს ეს ლამაზი სიმღერის სტილი და ამ ყველაფერს მოარგოს, ან ტიპს შეუძლია იმღეროს ნებისმიერ რაღაცაზე. და ესეთი საინტერესო ფაქტია, რომ სცენაზე როდესაც გამოვიდა და დაიწყეს შესრულება, ველოსოს დაწერილი ჰქონდა ტექსტი წინასწარ, მაგრამ რო დაინახა, რომ ხალხი ბუყვირო და აჯმევიათო აქედან. აჯმევინეთ ვერდი ამას. ტიპს ეცვა რაღაც პლასმასის ტანსაცმელები, ძალიან უცხო ჩაცმულობა ჰქონდა, ეს ყელსაბამი და უკვე როდესაც მუსიკა დაიწყო და იქ ელექტროგიტარის ხმა გაიგო ხალხმა, რაღაცებს ესროდნენ, რომ შავთეთრი ვიდეო რო არსებობს, ხო, შავთეთრი ვიდეო. ალჟირია, ხო? თუ ალგენია. ალერგია. რაღაც ეგეთ. ალეგრიო, ხო. ალჟირი. იმდენი რაღაც ესროლეს მოკლედ, რომ ყელში ამოვიდა ტიპს. თუ შეაგროვა და გაროჩი დავედიო. ესენიო მეყოფავ გაიხანებთ პომიდორები და იგენ. ხო და სცენაზე თავისი ტექსტი ფეხებს დაიკიდა ტიპმა და იქვე მოიგონა, რომ წარმოიდგინე იმდენად ზულდა ეს. პირველი MC. იმდენად ზულდა ტიპს, რომ ხალხი ვერ აფასებდა ამას თუ რადონის მნიშვნელობის იყო ტროპიკალია და ამ სტილის მუსიკა, რომ ეს ფსიქოდელია ოს მუტანტესი იქ ჟილბერტო ჟილიც კი გამოვიდა სცენაზე დასახმარებლად და კაეტანო მოდის და უმღერის ტიპებს დაახლოებით ესე შინაარსის რამეს, რომ თქვენ ხართო გაუნათლებლები, თქვენ ესე გაგრძელდებაო სულ თაობიდან თაობას გადაეცემაო და იმ სტრუქტურაზეც უარესი ხართო რეალურად, რომლებსაც ებრძვითო რა. ხო და ხალხმა მაინც ვერ დაამუღამე, ვიღაცებს კი მოეწონათ ტაშიც დაუკრეს რაღაც მომენტში, თუმცა იმხელა აურზაური მოყვა ამ ყველაფერს, რომ საბოლოოდ მთავრობამ ეს ორი ადამიანი დავაიო. დაახლოებით მსგავსი იყო, როცა ბობ დილანმა პირველად Like a Rolling Stone შეასრულა ელექტროგიტარით მსგავსი პროტესტის ტალღა მოყვა მაგლაიუზეც ამ შესრულებას. ვცდები რომ სწრაფად გადავუარავთ იმ თემას, რომ ჟილბერტო ჟილი და კაეტანო ველოსო ციხეში ჩასვეს, არეუბნებოდნენ თან რატო იყვნენ ციხეში პირველი. ეს იყო 79-ში იყო, ხო. იმიტომ რომ ის ალბომიც გამოშვებული. ხო, ანუ 9-ში ჩასვეს და 9-შივე სრულდება ეგ ეპოქა, ყველაფერი სრულდება აბსოლუტურად მანდ. და მე იწყება ნუ ტროპიკალიის ნაშიერების გამოსვლა. მაინც ის თქვათ, რომ ანუ ჩასვეს არ გულისხმობთ რაღაც ერთი, ანუ ორი თვით იჯდნენ და ამის შემდეგ გამოუშვეს და თან იძულებული გახადეს, რომ დაეტოვებინათ ბრაზილია. ხო, ცოტა ხანი მაინც ჰქონდათ უფლება, რომ გაჩერებულიყვნენ. ხო. ოღონდ იმის უფლება არ ჰქონდათ, რომ მაშინ საოპაულოში ჩაეწერათ მუსიკები, გაუშვეს ბაიაში და ბაია იყო სადღაც 1000 მილით მოშორებული, რასამოდი. ბაიაზეც უნდა ვთქვათ, რომ ანუ ამ არტისტების, ვინც ტროპიკალიას ედგა სათავეში, 80% არის ბაიდან, ბრაზილიის შტატია, რომელიც დაახლოებით სრული ტერიტორიის 6%-ია, მოკლედ ჯამში, რაც ცოტა უცნაურია, მაგრამ ახსნილია იმით, რომ ძალიან ბევრი რასის და კულტურის ადამიანი ცხოვრობს. ხო და ეგ სხვა შორის საინტერესო ფაქტი არის, იმიტომ რომ მე მაგალითად არ შემოხვედრია ეგ ინფორმაცია არსად, რომ ბაიადან არიან, თუმცა ძველ ფოტოებს რო უყურებდი, ძალიან ხშირად გალ კოსტა, ნარალეაო, ველოსო და ჟილბერტო ჟილიც ერთად არიან სულ ფოტოებში, ნუ მუტანტები მე მგონი არ არიან, ხო? აქედან კიდე ის დაუსრულებელი თემა მინდა საბოლოოდ დავასრულო. როდესაც კაეტანო ველოსო და ჟილბერტო ჟილი დაიჭირეს, ციხეში წაიყვანეს, 2 კვირის განმავლობაში არავის არ ეუბნებოდნენ, რატო იყვნენ დაჭერილები, არც ამათ ეუბნებოდნენ. იმ საკანში, სადაც იყვნენ მის გვერდით ცემდნენ ხოლმე ხალხს, რომ ამათ გაიგოთ ხმა, როგორც ცემდნენ, შიში ყოფილიყვნენ სულ. კიდე ერთი შემზარავი ფაქტი არის, როდესაც კაეტანო ველოსოს ეუბნებიან, რომ გამოდიო გარეთ და გამოყავთ ტიპი, რაღაც შავ დერეფანში, სადაც შუქი ძლივს არის. და ეუბნებიან, რომ ამ დერეფნის ბოლოში წადიო და ბოლოში კედელთან მიდიო რა და იარაღი უჭირავს ამ ტიპს ხელში.
და ნუ ველოსოს უეჭველი ეგონა რომ სიო კედელთან მივდივარ, კედელთან უნდა დახრიტონ უეჭველი ტიპი. და ბოლოს, ოდესაც ანუ კანკალით მივიდა ტიპი კედელთან, ეს ტიპები აქედან იცინოდნენ რომ ვიურა ჭირსო კეშინიაო თმის შესაძლებლად გამოგიყვანეთო პროსტა. შემდეგ ეს საწყალი ხალხი გაუშვეს, გადაასახლეს ინგლისში. არ ვიცი. ბაიადან ინგლისში როცა ზუგდიდის ბაიადან წაიყვანეს პრემიერ ლიგაში რა ბრიტანეთში გაუშვეს და ხო თქვენ ბირმინგემში ცხოვრობთ ანუ ბანავს couple of tea ნუ როგორც ამბობენ სერიოზული დეპრესია დაიწყო მერე კაეტანო ველოსოს კი მაგრამ ჟილს არა იმიტომ რომ ჟილი ხოძე იყო რეგსეზი არა იქაურს და პირველი ტიპი იყო ვინც ბრაზილიაში ანუ რაღაცა ბრაზილიური მუსიკა და სტანდარტული რეგი ერთმანეთს შეურია ხო კი ბატონო ჟილბერტო ჟილი კიდე არის ცნობილი იმითი რომ არა მაგია არ თქოთ კათამირო კაი ბისექსუალი და არ კიდევ იმას ხედა მაგის მაგარ მოსატანი არა ის სიტყვა რომ ამოდის პირიდან მაგის უკვე ძაგს და იგივე სიტყვა კიდე კაეტანო ველოსოზე რომელიც ბისექსუალიც არა მაგი ვაფშე კურიცა სადიას ბარგალი ვარიას კათამია ხო ჟილბერტო ჟილმა იქ თავისი რაღაც იპოვა კაეტანო ველოსო დეპრესიაში იყო და დაიწყო ინგლისურად უკვე მთელი ალბომი ინგლისურად ჩაწერა და სხვა შორის ერთ-ერთი UK drill როკონს ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ალბომი მის მიერ გამოსული ზუსტად ეგ ალბომია რომელიც მან გამოუშვა ლონდონ რომელსაც ქვია კიდევ იმის თქვა მინდოდა ამ ყველაფერთან რომ ჟილბერტო ჟილი იყო ტიპი რომელმაც ციხეში რაღაც მაკრო დათვებს აკეთებდა მაცადე რა უნდა გაიგეთებინა მაკროეკონომიკა ისწავლა მაკრობიოტიკური დიეტა დაიწყო ციხეში რა ჩემი ფილმები ყლეობა და ეს შეჩემა მნიშვნელოვანია მაკრობიოტაკოსბიო არც ვიცი რა არ მაინტერესებს რა არის ხო რაღაც დიეტა დაიწყო გარჩე და ბულავას დიეტა რა ნიშნავს ეს მაკრობიოტიკური დიეტა როგორ არის რა არის რა სჭამდა შეშე სტეკლოს რა ვიცი რა ეს აჩვაშია და ეს 2003-დან 2008 წლამდე იყო კულტურის მინისტრი კი ეს კაია ეს ეს ინფორმაცია ეგ მნიშვნელოვანია შეშე დიეტა რომ დაიწყო ვის საინტერესებს არა აბა რა მოიგონა ეს სადა წერია სულელია ანუ კაროში აქ თემა ისაა რომ მაკრობიოტიკური დიეტაკი დაიწყო მაგრამ ეს დიეტა იმიტომ დაიწყო რომ აღმოსავლური კულტურით დაინტერესდა თუ საჭველი არ კონდა შეჩემა დანში იყო რაღაც ხო და აღმოსავლური კულტურა რო დაინტერესა მაგიდან წამოვიდა მე კიდე სხვა ინსპირა ხო ციხეში მოუნდა ამ რაღაცების შესწავლა და მე როცა წავიდა უკვე UK-ში Welcome to Bristol. მან დაიწყო სხვა რაღაცებზე ექსპერიმენტები რა. შეგვიძლია გადავიდეთ 68 წლის ალბომზე და ეს ცალკე აღსანიშნავია. ითარგმნება ტროპიკალია, ანუ პური და სანახაობა. სადაც არის კომპილაცია აი ამ ტიტანების Avengers-ი რო ბრაზილიური ალბომი ყოფილიყო და სხვათა შორის ჩემი დაკვირვებით Beatles-ს აქ ეგეთი პერმაის ცნობილი ალბომი Sgt. Pepper's-ის ყდა იდენტურია თითქმის ესეც რაღაცა იმის გადმონაშთია რომ ისევ აიღეს შეჭამეს და ინსპირაციაც არის და პლუს იდეა ეგ იყო რომ ოლიგარქი ოჯახების ფოტოსავით უნდათ რომ ყოფილიყო რა ეს რაღაცნაირად ვიღაცას 21 Savage რა აქვს ვიღაცას აქ ეგეთი კლიპი რა იმაში ამენი ხო არ ვიცი რა ეგა ხო ნუ მოკლედ რაღაცა თითქოს ოჯახური პორტრეტია და ეს ითვლება პრაიმად ამ ჟანრის და აი ამ ჟანრის ყველა ტიტანი გაერთიანებულია ამ ალბომზე და ასრულებენ როგორც ცალკეულ ტრეკებს ასევე არის ფიჩერ ტრეკებიც კი ბატონო შვენიერი ალბომია საინტერესო თემა არის ის რომ ამ ადამიანებმა თავი მოიყარეს როგორღაც და ერთად შეძლეს რომ ეს ერთად ცხოვრობდნენ ყველა ალბომი გაიგეთ სოფლა ჩავინე დედულეთში და ჩაწერეს რა უნდა ტროპიკალიაში იმის თქმა დაგვავიწყდა კიდე რომ პროტესტი იყო არა პირდაპირ და
სისტემა უნდა დაინგრეს და რაღაც ეგეთი არ ყოფილა. იყო მაგალითად კაეტანო ველოსო დაწერდა ნაგვის ურნები, ბინძურია, სუნიასდის ქუჩას, ფილმები მაგრა უყვარდა. მეტად ფრანგული ფილმებიდან აიღო ძალიან ბევრი ინსპირაცია. და იძახიან რომ აი ეგ ტრეკებში იმით აისახება რომ ტექსტს უყურებს როგორც კადრებს ისე და აი შენას თქვი რაც ახსენეს თითქოს რაღაცა კადრებია რა. და ალბათ ფრანგულიდან კიდე ინსპირაცია იმით აიღო რომ ქათამია. Bonjour l'acteur. Qu'est-ce que j'étais Benice Gal Costa Katia de Franca ფლად ტროპიკალი არ არის, თუმცა ეგეც გამოსარჩევი არის, რომ აი ვაფშე თავიდან მასწავლებელი იყო სკოლაში, როგორც მაგალითად სხვა ჟანრებში იყო ქალები, რომ პოლიტიკური ხმა იყვნენ იქაურებისთვის, ვიცით როგორც არის. ერქვა? მეგონა შენ გაგახსენდებოდა. ეხლა ვაგეთ. სელდა ბაქჩანი. აი, არა შეჭება. სელდაო და ამოაგდო მე ვარ. იას გაზეთეჩიას. სელდასნაირი ტიპები აქაც იყვნენ და ყველას განსხვავებული გამოხატულება ჰქონდა ამ თავისი პროტესტის. და შეგვიძლია მგონი გადავიდეთ კაეტანო ველოსოს დაზე. რაც უნდა თქვა დაუსრულებთ ერთი-ორი სიტყვა, იმიტომ რომ არც ისე ხშირია დაძმა ასეთი განსაკუთრებული კარგი არტისტები როდესაც არიან. იმის თქმა შეიძლება რომ კაეტანომდე პოპულარული სწორედ მისი და იყო მარია ბეთანია. სწორედ მან გაუღო კარი კაეტანოს და მოკლედ ისიც არის აი ამ საკულტო ალბომზე რაც თქვით და მას შემდეგ კლოზეტიდან გამოვიდა. კაეტანო ველოსო მარია ბეტანიას როდესაც მღეროდა, მეგონა რომ ვიღაც თავის შეყვარებულს მღეროდა, იმიტომ რომ თავიდან არ ვიცოდი რომ მისი დაიყო. ხო ველოსო და ბეტანია ხო რანაირად იქნება თქო და რა გასაკვირია, როცა ჟილბერტო ჟილს 4 ცოლი ყავს და მაინც ჩიგენია. ხო, ეგ ტრეკიც ძალიან სასიამოვნოდ მოსასმენია იგი ზემოთხსენებული ალბომიდან ლონდონიდან. Powered ალბომებზე სანამ გადავალთ ეს მეყვარს პატარა პაუზები და პატარა ლირიული გადახვევები. სანამ გადავალთ უცილოდ უნდა ვისაუბროთ ისეთ რაღაცაზე, როგორიც არის ჟორჟი ბენ ჟორ. ხო, ტიპი რომელსაც პროსტა ჟორჟი ბენ ერქვა, მაგრამ როდესაც წარმატებას მიაღწია მისი რაღაც დამსახურებული სიგელები თუ რაღაცეები, მისდიოდა ქულები სხვა უნდა იწერა. ჯორჯ ბენსონს იმიტომ რომ ტიპები ვერსერ ჩავდნენ. რა რეგვენებიან, ხო, იმდენად არ ქონდათ. და საცდაობა უბრალოდ რომ როგორ ანუ ხორხე წერია, ხო, ჯორგე ბენ და ანუ ჯორჯ ბენსონს რატომ დამივიდეს, ხო? და მაგიტომ მე ჯორ დაიმატა. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ის არის რომ ტომზე რომელიც გიორგის აქვს მის ფავორიტ არტისტად არჩეული ალბომად. ალბომად. ტომზეს აქვს ალბომი გამოშვებული სახელად Todos os Ojos. ყველა თვალი ქვია. მოდმე განახება. ეს მეორეა. არის რაღაცა მასში გულისამრები. რატომ გადაწყვიტათ რომ ეს ადეკვატ ანუ აშკარად პირია? ხო? კაი გამოაჩინე ხო მე აქ არა უეჭველი იქნება რა. დიდი იმედი მაქვს პირის ღლო. ეს არის ანალში მოთავსებული სტეკლოს ბურთულა. და რადგან თვალი ერქვა იქაურმა შემოწმებელმა იმ რა სტრუქტურამ რაც ამოწმებდა ალბომის ქავერებს გაატარეს რომ ან ტუჩი არისო ან თვალი არისო რა და ეს არის ვინცხა კლიენტის ტრაქში ჩადებული სტეკლოს ბურთი პულივიზატორის რატო გადაწყვიტეს ეს ანუ უეჭველი ეგ არის უეჭველი ეგ არავი ესე წერია კაროჩე რომ არ გავს მაგრამ თუ გინდა შეადარე სამსახური ჩემ სტოპ 3-დან 2 დამჭა იმიტომ რომ ვიღაცებმა გადაწყვიტეს რომ ანალგინი დაიხადათ კიდევ იმ ადამიანზე რომელზეც დღეს ვერ ვისაუბრებთ არტურ ვეროქაი რომელიც მინდოდა რომ ყოფილიყო ჩემი
ერთ-ერთი ფავორიტი ალბომი, თუმცა იმენა წმინდა ტროპიკალიაში ვერ ჯდება. მის შემდეგ წამოსულია ტროპიკალიდან ინსპირაცია კი აიღო, მაგრამ და არტურ ვეროკაის აქვს საოცრად კარგი ტრეკები ამ ალბომში, რომლებიც მერე დასემპლილი აქვს MF Dooms და თუ არ ვცდები Madlibs-აც. არტურ ვეროკაის ალბომი მინდოდა მეხსენებინა, ასევე მინდა ვახსენო Secos and Molhados. იმედია სწორად გამოვთქვამ, რომლებმაც პირველად glam rock-ი შემოიტანეს ბრაზილიაში. თავიანთი ჩაცმულობით, თავიანთი იმ რაღაც მაკიაჟებით, სცენის პერფორმანსით. ბრაზილიური კისი რო ავიღოთ, იგივე არის ძალიან საინტერესო რაღაცას მიაგენი ახლა ჩემო გიორგი, იმიტომ რომ ესეთი ინფორმაცია არსებობს, რომ Kiss-მა ინსპირაცია აიღო ზუსტად ამათგან. რამათი გამოსვლა როდესაც ნახა. ესენი იმაში იყვნენ 67-ში თუ რაღაც 68-ში. თუ უფრო მერე. რა მნიშვნელობა აქვს, короче, რა Kiss-მა ამათგან აიღო ინსპირაცია. კიდევ იმის თქმა მინდოდა, რომ ვაფშე ეს Secos and Molhados, Secos y Molhados თუ როგორც აიქაურ ენაზე, ეს ნიშნავს მშრალ და სველ საკვებს. მაღაზია იყო რაღაც სადაც მშრალი ისინი სუნელები იყიდებოდა და სველი რაღაცა სველი არ ვიცი რაღაცა короче ეგეთი ის იყო რა მაღაზია და იქიდან აიღეს ინსპირაცია რომ ეგ დაერქვა სახელად. ამავდროულად იმასაც ვიტყვი რომ Os Mutantes-ი მომენტ Os Mutantes-ი ისედაც მაქვს აღებული ერთ-ერთი ფავორიტ ალბომად და აქვე ვიტყვი საინტერესო ფაქტებში რომ კურტ კობეინის ფავორიტი ბენდი იყო და 1993 წელს როდესაც კურტ კობეინს ლაივი ჰქონდა ბრაზილიაში პირადად მიწერა წერილი ამათ ბენდის შემქმნელს რა მთავარს და თხოვა რომ ერთხელ როგორმე შეიკრიბეთო და ერთი კონცერტი ჩაატარეთო რა რომელსაც მე დავესწრებიო და იმან უთხრა რომ ერთი ნახული კურტ კობეინო და ამის გამო როგორია თავი მოიკლა. ხო, ისიც უნდა ვთქვათ, რომ შენს მიერ აღნიშნული ბენდი ტროპიკალის სტარტში ეს ბეკ ჯგუფი იყო. ხო. იმ წამყვანი არტისტები, რაც აღნიშნეთ. მუტანტები იყვნენ ჩათვალე ინსტრუმენტალისტები, როგორც ჟილბერტო ჟილისთვის, ასევე კაეტანო ველოსოსთვის. და იქ გალ კოსტასთვისაც და ხო, რაღაცა ყველგან იყვნენ, короче. აი ზუსტად იმ ევროპულ ესე ვთქვათ თანამედროვე და ფსიქოდელიურ ჟღერადობას სწორედ ესენი ქმნიდნენ და ვოკალზე ის ავთენტური ბრაზილია იყო და ეს ნაზავი ქმნიდა საერთო ჯამში იმ ფსიქოდელიურ ბრაზილიურ საოცარ ხმას რომელიც აქამდე არ ქონდათ მიღებული. ჟუაო ჟილბერტო ვახსენეთ კიდე წინათ, რომ მაშინ მინდოდა რომ მეთქვა, მაგრამ აქ ვიტყვი რადგან საინტერესო ფაქტებზე ვართ. ნოვოს ბაიანოს ხო? კი. ნოვოს ბაიანოს ახალი ბაიელები. ისევ ბაიაში. ამ ბენდთან მივიდა ჟუაო ჟილბერტო და პირადად თხოვა რომ ჩაეწირათ ერთ-ერთი ტრეკი. ალბათ ეგ უნდა ეგ სხვა არის, მე სხვა რაღაცას ვამბობ. შენ ეგეც თქვი. მე იმ ფაქტს ვიტყვი რომ ჟუაო ჟილბერტომ უთხრა გეხოცებითო რა ტრეკი დააყენეს. ეს რეგვენ ინსპირაციები რაც გაქვთ მაგას თავი დაანებეთო გარჩეო და რაღაც მე ელექტრონული გიტარები ესენი ევროპიდან ინსპირაციები აიღეთო და რამე საინტერესო შექმენითო რა ამ რაღაც ქავერებს და ეგეთებს ნუ აკეთებდო სულო და ამათაც რაღაც wake up call-ი ქონათ მე თავში წამოვარდა ტიპებს რომ და იმათმაც რა გაიო გიტარა ბატონო ჟილბერტო ძალიან დიდი მადლობა ინფორმაციისთვის დღეიდან ჩვენ აუცილებლად დავიწყებთ იმის გაკეთებას რასაც თქვენ გთხოვთ კაეტანოს ინსპირაციას იყო ერთ-ერთი ეგ პიანოზე საოცრად უკრავს ტიპი ეგეც აღსანიშნავია და ნუ ნებისმიერ ადამიანი რომელიც რამე ვოკალს დაადებდა ზევიდან სრული ბენგერი უკვე სრული ბენგენერატორი ბენგენერატორი ხო ესეთი სიტყვა უნდა დავაფუძნო ვაუ ბენგენერატორი ანუ ეს არის ბენგერების გენერატორი ბენგენერატორი საინტერესო დაწერეთ ერთი ბენგენერატორი კომენტარებში და მიიღებთ გენერირებულ ბენგერს მიიღებთ ერთს მანახი შენი სამი ალბომის და გეტყვი როგორი ადამიანი ხარ შენ გაისავირჩიო ვისაც სასწაული ყნაქონდა ანუ როგორი ადამიანი უნდა ვიყო ისე ხო ჯიგენ არ ვიცოდი ვინი Curates შეგვიძლია დავიწყოთ და ეს ჩემი პირველი ალბომი არის ჟორჟი ბენის 1979 წლის ალბომი self titled ანალოგიურად როგორც ყოველთვის როგორ ანალოგიურად ყველა ჩიკენ გონა
მოკლედ, ჟორჟი ბენი ბავშვობაში ღეროდა ეკლესიაში და ვოკალური თვისებები სულ გააჩნდა, მაგრამ როცა ახალგაზრდა იყო, მოკლედ გადაწყვიტა, რომ პროფესიონალურად გაყოლდა ფეხბურთს და თამაშობდა ფლამენგოს ახალგაზრდულ კლუბში. ეს ის ფლამენგოა, სადაც რონალდინიო თამაშობდა კარიერის მიწურულს, ესე ვთქვათ. და ამ ალბომის ყდაზე სხვათა შორის შეხვდებით ამ კლუბის ლოგოს, რომელიც გიტარაზე აქვს დაკული როგორც სტიკერი, თითქოს ესე ჩანს და ასევე ილუსტრაციაზე ჩანს, რომ ბორკილებია ოღონდ გატეხილი რა. თითქოს თავი დააღწია რაღაცა ამ ჩარჩოებს, რაც ალბათ ქონდა. ეს ალბომი არ ითვლება წმინდა ტროპიკალიად, რადგან გამოსული 69 წელს, მაგრამ ძალიან დიდი ინფლუენსი აქვს. ეს გამოიხატება როგორც მუსიკაში, სტილში და ლირიკაშიც. ამ ალბომიდან პირადად მე გამოყოფდი 3 ჩანაწერს და პირველი, როგორც ახსენე, შედარებით ცნობილია Take It Easy My Brother Charlie. ხო, ეს არის მოწოდება იმ პროტესტული ტალღის მიმართ, რომ აი ფრთხილად იყავით, არ შეწყვიტოთ პროტესტი, უბრალოდ ეცადეთ რომ ფრთხილად იყოთ, იმიტომ რომ ამას მოყვება რაღაც სავალალო ზომები, რაც ალბათ კაიტანოს და ჩვენი მეგობრის ინსპირაცია იყო, რომელიც ამოალპეს ციხეში ორი თვით. ასევე გამოყოფდი ერთ ჩანაწერს, კრიოლა და საუბრობს ჟორჟი შავი რასის სილამაზეზე და იმაზე თუ რა დატვირთვას ატარებს ის ბრაზილიისთვის და რამდენად მნიშვნელოვანია ეს მათი კულტურისთვის. ძალიან ლამაზი ჩანაწერი სხვათა შორის. კი. და მესამე, რომელიც გამოთქმას მიჭირს, როგორც ყველაფრის, არის ბარბარელა. რომელიც ძალიან ლამაზი, ისეთი აკუსტიკური, კარგი ჩანაწერია. ზოგადად ალბომი, აი ამ თითქოს ის ფსიქოდელია, აკლია ოდნავ, მაგრამ ლირიკით და მელოდიურობით ვფიქრობ, რომ კარგი სტარტი იქნება, რომ დაიწყოთ ტროპიკალიასთან ზიარება. შენ ხო შეგხვედია ბარბარელაზე გამახსენდა. ბარბარელას os ბრაზოე ეს თუ მუტანტეს ჰქონდა ბატმაკუმბა. ბატმაკუმბა? ხო. ბატმაკუმბა. ბატმაკუმბა. ხოდა ეს რაღაც სუპერ გმირულ თან გაშარჟებულ кайფი მუსიკასავით გაიჩნდა და უცებ გახდა ძალიან პოპულარული. რაღაც რეკლამებში იყენებდნენ. მე ვიღაცამ გააზრო რომ ამ ბატმაკუმბას ტექსტი იწყება თავიდან ესე ბატმაკუმბა ესე ბატმაკუმბა და ეს ქვევით ჩამოდის. და მე თავიდან იგივეს იწყებენ იქით და რომ მოატრიალო რომ იმის ხამურის ფრთებივით აქვს ეგეთ ფორმა ტექსტს. არ ვიცი ყველაფერს ვერ დაიჯერებ რასაც ნახულობ ინტერნეტში. როგორც ამასწვა. მაგრამ ოკეი. ხო არა საინტერესო ფაქტია. ეინო. რა შეგვიძლია დავმარტოთ ჟორჟი ბენზე. იყო და არის ყველაზე სტაბილური ტიპი ამ არტისტებიდან, ვინც ახსენეთ და ასევე ბევრი მიიჩნევს, რომ არის სამბაროკის мама და ესეთი ქვეჟანრის დამაარსებელი და მინდა აქაც ვახსენო ის ნაწილი, რომ ჰიტი მაშკენადა თუ მასკუენა თუ როგორც ხო არიკუთნის სერხიო მენდეს ეს დაწერილი არის ჟორჟი ბენის მიერ და ალბათ ყველაზე ცნობადი პორტუგალიურ ენაზე შესრულებული ტრეკია. კი. ალბათ. ხო. მეტი არ ვიცი მაშკენადა არის რაცა ტოპ. ეს არის თუა ბიზიტონზე. ამით ხურავთ ჟორჟი ბენს და საპატიო ადგილსი გავართ. არა, ხო გვაქვს ჩვენ რაღაც Hall of Fame. Hall of Fame-ში უშვებთ ბატმაკუმბებთან ერთად. ბატმაკუმბებთან ერთად. შემდეგი, არ ვიცი ღირს თუ არა, გამოცხადება და აქცენტის გაკეთება, მაგრამ Tom Z და მისი ალბომი Grand Liquidation. ანალა. რომელიც ნიშნავს დიდ ლიკვიდაციას. ეს ალბომი დიდ ლიკვიდს ხმარობდა როდესაც ალბომი გამოვიდა 1968 წელს. როგორც წინათ ახსენე, რომ კაიტანო ხშირად იყენებდა აი ამ პეიზაჟების აღწერას, თითქოს რაღაც ამ სცენებს ბრაზილიული ურბანული ლანდშაფტებიდან იგივე საკეთებდა ამ ალბომში ტომიც, იმიტომ რომ აქ საუბრობს იმაზე თუ ეს პოპ კულტურა როგორ შემოდის ბრაზილიაში და ეს ბანერები, სარეკლამო
ვიტრაჟები და რაღაცები როგორ ჩნდება. ალბომის ყდაზე ჩანს, აი აქ ამ ალბომიდან გამოყოფდი საო პაულოს და გლორიას. ეს ორი ტრეკი არის, რაც ყველაზე მეტად მომეწონა, მაგრამ ის უნდა აღვნიშნოთ, რომ 79 წლის შემდეგ ის თითქოს უჩინარდება, არ არის აქტიური მუსიკალური განხრით. ხო, არ არის, იმიტომ რომ არც დაუფასდა ტიპს, სხვებს რატომღაც დაუფასეს შრომა, ლაივები ქონდათ, ფულ შოულობდნენ და ტომი რაღაცნაირად და ამის შემდეგ ზიზღით ეს გააკეთა. რაღაც პერიოდის შემდეგ თავიდან აღმოაჩინა Talking Heads სოლისტმა დევიდმა და გააცნო ის დასავლურ სმენელს. აუ, გიო, დევიდის გვარს ხო არ მეტყოდი? არა, შენ ხო არის? ფოსანდერ. დევიდ ბრაინი? ბერნი. ალბათ. დევიდ ბერნი. აი, რამიშომა იყო დევიდ ამის დედასარ შევეცი შეჩემ. ტომი ცითვლება ერთ-ერთ წამყვან ფიგურად ამ ჟანრში და ბევრი სხვა კარგი ალბომი აქვს იმ ალბომის გარდა, შეგიძლიათ უსმინოთ და ეზიაროთ მას. Reddit-ზე და ეგეთ ფორუმებზეც, თუნდაც YouTube-ზე. ტიპები როდესაც ამბობენ, რომ აი, ხო არიცით მეგობრებო, ვის მოусმინო ბრაზილიური ტროპიკალი და ყოველთვის უფრო მეტად ფიგურირებს ტომზე, ვიდრე მაგალითად სხვა ან ჟილბერტო ან კაეტანო. რადგანაც ტომზე ყველაზე მეტად ასე ვთქვათ, ჩაიხუტეს ბრაზილიელებმა მას შემდეგ ალბათ რაც მისი ისტორია საბოლოოდ დაიწერა და უკვე აი ის პერიოდიც ვიცით რომ ტიპს რაღაც მომენტში პურის ფული არ ქონდა და რაღაც მათხოვარს გავდა და ბოლოს თავიდან აღმოაჩინეს და ისევ აღზევდა მოკლედ როგორც ფენიქსი. შეიძლება ხო იმანაც გამოიწვია რომ ხელმეორედ ესე არავინ არ აღმოუჩენიათ. არავინ არ გამქრალა და მე შეგვიძლია გადავიდეთ მესამე ალბომზე, ეს არის Novos Baianos, ახალი ბაიელები და ალბომს ქვია რთულად გამოიქმნის Acabou Chorare. Acabou Chorare. რაც ნიშნავს ნუტილი ხარ. ეს ბენდი არის დაახლოებით ისეთი როგორც მგზავრები ალბათ, არიან დოხვია და გადაკვეთილები არიან ჟიაო ჟილბერტოსთან. ეს ალბომის სახელიც მომდინარეობს იქიდან, რომ მოკლედ ჟიაო ეძახდა მის ქალიშვილს ნუტილი ხარ და რატომღაც გადაწყვიტეს Novos Baianos ელებმა რომ დაერქვათ ალბომისთვის ეს სახელი. მშვენიერი ალბომიდან გამოყოფდი ორ ჩანაწერს, ერთი არის Petra Petrinho და მეორე არის Misterio do Planeta. ამით ჩემი სამი ფავორიტი ალბომი ამოიწურა და ედის დროა რომ მან გაგვაცნოს თავისი მშვენიერი ტოპ 3-ეული. მოდი სიმართლე ვთქვათ. მე არ მიყვარს, ოდესაც ესე შოუში მოვდივარ და რაღაცებს. დიახ. თავიდან სულ სხვა ტიპები მინდოდა რომ ყოფილიყო აქ სანამ გავიაზრებდი საბოლოოდ იმას რომ აი იმ დღესაც მოგწერე მე ვთქვი ჩავждეთ ტროპიკალიას ჩარჩოებში თუ იქნებ რაც ტროპიკალიას მოყვა ისინიც ცოტა მას ვქნათ თქო და რა ვიცი თუ გინდაო ეგეც ხენიო რაღაც და ბიჭკა აი მეთქი რადგან თუ მინდა და იყოს მეთქი სხვა მინდაზე თუ ასი ხო და სხვა ალბომები მქონდა არჩეული და ბოლოს ისე მოხდა რომ მეც გადავწყვიტე თუ ბარემ ტროპიკალიაზე ვაკეთებთ მოდი ამ ტროპიკალიას ჩარჩოებში ჩავждეთ და სწორედ ამიტომ ჩემი პირველი ფავორიტი ალბომი იქნება Caetano Veloso რომელსაც 69 წლის და არა 68 წლის რატო ქონდა ტიპს პრობლემა სახელის მოფიქრებასთან ალბომის არ ვიცი რატო ქვია ორივე ბერფო ანუ გალკოსტასაც გალკოსტა ქვია მასაც რა ქვია ჟილბერტო ჟილსაც ჟილბერტო ჟილ ქვია რაცხად აი ამდენად ხარსებობს კელი და კიელ ჟილბერტო კიელ Caetano Velosom დაიწყო ამ ალბომის ჩაწერა მას შემდეგ რაც ციხიდან გამოუშვეს ციხიდან გამოშვების შემდეგ ქონდა გარკვეული დრო სანამ გაუშვებდნენ საბოლოოდ ინგლისში და ამ დროის განმავლობაში თვითონ Caetanoც და ჟილბერტო ჟილიც გადასახლებულები იყვნენ ბაიაში. მოდი წავიდეთ. გადასახლებულები იყვნენ ბაიაში და შეზღუდული ქონდათ მაგალითად კონცერტების ჩატარება. ერთი კონცერტი მაინც ჩაატარებინეს, უბრალოდ არ უნდა ყოფილიყო ეს რაღაც პროტესტული და ხალხს არ უნდა მოუწოდებდეს, ხალხისთვის არ უნდა მოეწოდებინათ, რომ რაღაც ესე ქენით და ასეთ მოაკეთებთ და ასე შემდეგ. ხოლო 69-ში ეს ალბომი ძალიან სტრანად ჩაიწერა.
ჟილბერტო ჟილი აკეთებდა გიტარის ვერსიებს, ან წერდა ძალიან პატარა სტუდიოში წერდნენ, აი ჩემი ბინის ხელაც კი არ იყო. ძალიან პატარა სტუდიო იყო, სადაც ჭიჭკვიტია ოთახში, ესენი ჯერ გიტარას წერდა ჟილბერტო ჟილი, შემდეგ ვოკალებს ადებდა ველოსო და ეს ყველაფერი იგზავნებოდა მეილით. სხვა შორის გალ კოსტასაც დიდი წვლილი მიუძღვის სხვა ალბომების ჩაწერაში მას შემდეგ, როდესაც უკვე ინგლისში წავიდნენ, იქიდან აგზავნიდნენ რაღაცებს და გალ კოსტა ხელს უწყობდა, რომ მიეტანა პროდიუსერამდე. და ამ ალბომის ჩაწერაც ეგრე მოხდა, რომ კი ბაიაში იყვნენ, თუმცა მეილით გააგზავნეს ყველაფერი და დუპრაცი ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანი ალბათ, ვინც კი მოვლენილა ტროპიკალიასთვის და საერთოდ ბრაზილიური მუსიკისთვის. რაიო, ამის თქმა გინდა? და დუპრაცი იყო გენიოსი, რომელიც ამ ყველაფერს ნელ-ნელა აწებებდა ერთმანეთთან და სწორედ ასეთი წვალებით შეიქმნა გაეტანო ველოსოს ეს კონკრეტული ალბომი. არ მინდა აგერიოთ იმ ძველ ალბომში, სადაც რაღაც ქალი და დრაკონი და ლამაზი ფერებია, ეს არის უმარტივესი ალბომ ქავერი, გაეტანო ველოსო წერია თეთრ ბექგრაუნდზე შავად. ამ ალბომის დასაწყისში თუნდაც ის პოპულარული ტრეკი, რომელსაც ირენე ჰქვია, კი ლამაზი არის, მაგის შემდეგ ტრეკებიც ძალიან ლამაზია, თუმცა ჩემთვის ალბომი იწყება ბოლო 4 ტრეკით. მიუხედავად იმისა, რომ ამათი მოსმენაც ოკეია რა, მიდის ჩვეულებრივად ლამაზად ისმინება და საერთოდ ბოლო ტრეკზე რაც ხდება, ეგ ალბათ ჩემი ფავორიტი ტრეკი იქნება. სახელი არ მახსოვს. გამერთულდა ამჯერად სახელების დამახსოვრება ტრეკების, იმათი უფრო მახსოვს პირველი სამეულის ვიდრე ეხლანდელის. მაგრამ ეგ არა, ბოლო 4 ტრეკზე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ფავორიტები ზუსტად ეგ არის. იქ ბოლოს წინა ტრეკი კიდევ უფრო განსხვავებული არის, საერთოდ არ წააგავს არც ტროპიკალიას, არც MPB-ს, არაფერს, ანუ რაღაც ბითი მიდის თითქოს, წარმოიდგინე საუნდტრეკი რო იყოს რაღაცის. და აქედან ველოსოს ვოკალები ადევს, ოღონ დაჭრილი ვოკალებია და ყურისთვის ძალიან უცხო იყო, როდესაც უსმენდი მაგ ალბომს და მაგის შემდეგ მოდის კაკრას ეგ ბოლო ტრეკიც, რომელიც, რა ვიცი, ულამაზესია რა. ხო. ესეც პირველი ალბომი. მეორე ალბომი არის Os Mutantes. აქაც იგივე ფენომენს შევხვდით. სამნი იყვნენ, ხო? სამნი იყვნენ. თუმცა არის მეოთხე ადამიანი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის იმაში, თუ რანაირად მიიღეს ასეთი განსხვავებული ხმა. ბენდის მემბერები არიან არნალდო და სერჟიო და რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ბენდში ვინც არის, ეს ქალბატონი რიტა ლი. ჯეტლის და რიტა ლი ჩემთვის მაგალითად ამ ალბომში რასაც აკეთებს, თუნდაც მესამე ტრეკზე რაც ხდება, მისი ვოკალი იმდენად სუფთა და იმდენად რაღაც ღვთაებრივია. ეგრევე იქითკენ წავედი, რომ ჯული კრუზის მიმსგავსება მომივარდა თავში და ჯული კრუზის აი ეს ალბომი Remember-ი, რომელშიც არის და Rocking by My Heart და რაღაც მოკლედ ჯული კრუზის ხმას მიმსგავსი ძალიან ეგ მინდა საერთო ჯამში რომ მეთქვა და მუტანტების მთელი მუღამი რა არის ახლა ჯერ ხო იმაზე ვისაუბროთ რომ მუტანტები ყველგან იყვნენ აბსოლუტურად ანუ ყველას თან კავშირდებოდნენ იქ ის ასეთ სტილს აკეთებდა კი მის ინსტრუმენტალსაც უკრავდნენ ეს განსხვავებულ სტილს აკეთებდა კი ამათ ინსტრუმენტალსაც უკრავდნენ და ტიპებს ანუ ლიმიტი არ ქონდათ თითქოს იმ რაღაც არც ჩარჩოებში ექცეოდნენ ყოველთვის რაღაც განსხვავებულს ეძებდნენ და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ის არის რომ კლაუდიო მესამე ძმა ამ ტიპების კლაუდიო იყო მთავარი ფიშკა ესე ვთქვათ მუტანტებისთვის გამომდინარე იქიდან რომ მაშინ იმპორტი არ შეიძლებოდა ინსტრუმენტების და ვერ შემოჰქონდათ ევროპიდან რაღაც განსხვავებული ჟღერადობის რა ვიცი გიბსონები და რაღაც ხო ის ფენდერები და რაღაც თუნდაც ისინი რა ქვია პედლები რო არა რაც ხმას აძლევს ხო ეფექტების ვერაფერი ვერ შემოქონდათ ტიპებს ამიტომ კლაუდიო ადგა და ტიპმა თავისით შექმნა ეს ყველაფერი ანუ სპეციალური გიტარაც ცალკე შექმნა რომელთაც მე მისი ძმა უკრავდა და პლუს ის ფაზი გიტარის პედლები რაც განსხვავებულ ფსიქოდელიურ ხმებს აძლევს რასაც ალბომში მოისმენ თუ ჩართავთ აუცილებლად მოგხვდებათ ყურშის და გოსრაიგონში შემოერთია ის ხო გახსოვს ოკაი ტემიზი ზუსტად მაგის გვამინდოდა რომ ტემიზი ხო ეგრე აკეთებდა და ტემიზის ხმებს წააგავს ალბომის დასაწყისში ჭამის ხმებიც იყო გამოყენებული არ ვიცი ტომზეს თუ ვის ქონდა მაგას ვერ ვიხსენებ ახლა მაგრამ აქ ყოველი შემთხვევისთვის ვიცი რომ ერთ-ერთი ჩაწერის დროს რიტალი შემოვიდა და აი კაბაბის შემოაცურა ცხელები ბიჭებო
ერთ-ერთი ჩაწერისას რიტალი შემოვიდა იმითი ბუზის სპრეით. ხო. თუ კოღოს თუ რაღაცის სპრეით, короче რა, ბაგ სპრეი რაცა. და ვიშტიპი ეკითხება ეს რა გინდა რიტა აკეთებდა ამ რაღაც სპრეით შეიკერს. ეგეთ ხმებს. და ტიპებმა ეს გვინდა ეს დატოვეთო, короче. ხდაი ეგეთი განსხვავებული ხმები ქონდათ ტიპებს ოთახში რაღაცა სხვა არ ქონდათ ხო ანუ სხვა რაღაცები არ გააჩნდა ტიპებს და ოთახში ურტყავდნენ აი თუნდაც ის რომ pots and pans რასაც ქვია ჰიპ-ჰოპის კულტურაში ტიპები რომ მას ურტყავდნენ რა ქვია ქვაბებს იმით ამით რაც ხელში გვიჭირავს ამათ ურტყავდნენ და დონ დან და ვიღაც რეპავდა მე ამათაც ეგეთი საშუალება რომ არ ქონდათ ხმებს განსაკუთრებული სტრანის ჟღერადობებით იღებდნენ და გამომდინარე იქიდან რომ დუპრატი აკეთებდა ამათ იმასაც არანჟირებასაც დუპრატს აი საოცარი ნიჭი ქონდა ეგ ტიპი არ ვიცი მართლა საოცრება ბევრი ადამიანისთვის ეგეთი ცნობილიც არ არის და ეგეთი მნიშვნელოვანიც იმიტომ რომ ესე არ ჩანს ალბომისებიდან აგვარებდა რაღაცებს ხო ანუ აგვარებდა რომელია ტიპი იმენა უქმნიდა ჩათვალე ყველაფერს ამათ იქით ველოსოსაც, იქით ჟილბერტოსაც, გალკოს ყველ ამათთან მოდებული იყო ეს ტიპი. როგორც ესენი იყვნენ ინსტრუმენტალისტები, მუტანტები ეგეთი იყო, დუპრატი. მუტანტების მთელი მუღამი ეგ არის, რომ ფსიქოდელიური ტროპიკალია ამათმა მოიტანეს, ფსიქოდელიასთან ესენი ასოცირდებიან და ცოტათი მაინც თუ გისწორდებათ ეგ რაღაც დისტორციები და სტრანი ხმები, ელექტროგიტარის აქედან ეს შენი ბაქსპრეი იქნება ხო არასტანდარტული ჟღერადობები თუ მოგწონთ, დიდი ალბათობით ეს ალბომიც მოგეწონებათ. რატომღაც ტაშს ველოდი ახლა შეჩეულია ვიღაცები ლექციების წარების დროს რომ გავსიუაციები მოყვებათ ხოლმე. გადავიდეთ ბარემ მესამე ალბომზეც, რომლის სახელს წავიკითხავ. აბანდა ტროპიკალის და დუპრატ. დუპრატზე წინათ საუბრობდი ზუსტად, რომ ეს ტიპი იყო ყოვლად შემძლე თუ ყოვლის შემძლე თუ არ ვიცი აი არაფრისგან შეეძლო შეექმნა ყველაფერი. და ეგ გამოიხატება კიდე იმაში, რომ სხვადასხვა ტიპებისთვის აკეთებდა მუსიკას და უცებ რაღაც მომენტში მოუნდა რომ მოდი სოლო ალბომსაც გავაკეთებო და ეს არის ნახევრად ინსტრუმენტალური, ნახევრად ვოკალური ალბომი, რაშიც იმ ინსტრუმენტალებშიც ცალკე გამოვლინდება, ახლა სხვებს თუ ვოკალი ქონდათ დადებული, ვოკალით უფრო მარტივია ტიპს მოაწონო მუსიკა და ინსტრუმენტალი ცოტა უფრო რთული მოსასმენია და ეგეც რო კარგი მოსასმენია, ესე იგი რაღაცას სწორად აკეთებს ტიპი. და დუპრატი წავიდა 60-იანებში სასწავლებლად, ვიღაც ორი ცნობილი მუსიკოსი იყო სტოკჰაუზენი თუ რაღაც და მეორე აღარ მახსოვს და მაგათმა ასწავლეს მაგალითად ტეიპის манипуляция, ან იმისი რა ქვია ლენტებით, როგორ გადაება რაღაცები, როგორ მოეჭრა, ხმები როგორ მიიღო განსხვავებული აქედან, ასევე ისწავლა ხმის დისტორციები. შეისწავლა ძალიან ბევრი ევროპული ბენდი და სხვა ტექნიკები, ელექტროგიტარა და ყველაფერი რაც შეეძლო ტიპმა ამ რაღაც რამდენიმე წლის განმავლობაში 60-იანების დასაწყისში აიღო ეს ინფორმაცია და წამოიღო თავისთან. და როდესაც დაიწყო ამ ალბომის გაკეთება, აი აბსოლუტურად ყველაფერს მოედო რა, რაც კი იცოდა და რაც კი გამოცდილებამ მოუტანა, ყველაფერი ჩატენა ამ ერთ ალბომში და იგრძნობა კიდეც, რო უსმენ ყველა ტრეკი რაღაცნაირად განსხვავებულია ერთმანეთისგან და როგორც ინსტრუმენტალები, ისე ქავერებიც აქვს. მაგალითად, ანუ თუ ბიტლსის ქავერს აკეთებდა, ამავდროულად იმასაც ითვალისწინებდა ტიპი, რომ კაი ბიტლსი გავაკეთებო, მაგრამ მოდი ეხლა კაეტანო ველოსოს ბეიბის ტრეკს გავარემიქსებო და აი საერთოდ ყველაფერს მიედო და დუპრატი ცნობილი არის როგორც ტროპიკალიას ჯორჯ მარტინი. ხო, საბოლოოდ კიდე იმის დამატება მინდოდა, რომ თუ მუტანტები იყენებდნენ იმ რაღაც ახალ ინსტრუმენტებს, აქ დუპრატი იყენებდა განსხვავებულ ტექნიკებს ელექტროგიტარაზე დაკვრის იმ რაღაც ფაზი დისტორციებს, ყველაფერს ალბათ რაც კი შეეძლო. ეს არის ერთ-ერთი ალბომებიდან, რომლებიც შემიძლია ჩავრთო და აი სანამ არ მორჩება იქამდე ხელი არ მოგიდო. იმიტომ რომ მოგიდებ, იმიტომ რომ ხელახლა ჩავართ. გადავახვიო უკან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩემი სამი ალბომი მოკლედ ასე გამოიყურებოდა. ეგ ერთი არის დუპრატი, მეორე არის მუტანტები და მესამე ველოსოს self-titled ალბომი. ჯონიერი არჩევანი. კი ბატონო. ამით შეგვიძლია ეს 3 წლიანი პერიოდი ჩავხუროთ და
ეს ალბომები დაგეხმარებათ იმაში, რომ ამ ჟანრში კარგად გაერკვიოთ, იმიტომ რომ ყველანაირ ასპექტს მოიცავს, როგორც შენი top 3, ასევე ჩემი top 3-იც. შემდეგი არტისტებისთვის 70-იანების დასაწყისიდან 78-მდე ისევ კეთდებოდა ამ ტროპიკალის ინსპირაციით სხვადასხვა ალბომები, რომლებშიც აშკარად იგრძნობა, რომ აქედან აქვთ რაღაცები აღებული. თუნდაც ის ალბომები, რაც წინათ ვახსენეთ. მე მგონი, საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ ამ ჟანრზე და ამომწყურავად შეძლებს და გვარად. პაუზა ქონდა, ეს განპირობებული იყო რაღაც ვიღაცების საქმე არ არის, მე მგონი რაღაცების ახსნა რო დაიწყო. შესაბამისად, შევეცდებით რომ როცა გვექნება დრო, ახალი ჟანრების განვიხილოთ ხოლმე. კი ბატონო. არ დაგავიწყდეთ რომ მოიწონოთ ვიდეო თუ მოგწონთ. ასე რაღაცა უნდა ვიშჩო აქამდე არავინ არ მოდის. ხოდა მე ანუ ხო ის პოხი ანუ რა მის თავიდანვე უნდა უთხრა რო იწყე ვიდეოს. კაი წინჩელს. გამიწერე. ვინც ეხლა გვიყურებთ და ვინც 10 წლის მერე აღმოაჩენს ამ ვიდეოს და იტყვის დიდუო ბიჭო ამათო სპონსორი რა. არა ისე ეგ უნდა თქვა რომ ჩვენი მიზანი არ არის ანუ ჩვენი რეალური მიზანი არის რომ რაღაცნაირად ესე ვთქვათ ჩვენი გატაცება რაც ქექვა არის ამ ჟანრებში და არტისტებში და ალბომებში უბრალოდ ავსახოთ თორემ რა თქმა უნდა გიჟები არ ვართ რომ იმას ეკონსო ეს აინტერესებს კიდევ ერთი მუღამი ის არის ზუსტად რომ ჩვენ კი ვიქექებით ეხლა გიორგიც რო სახში წავა შეიძლება სამ თვეში რაღაც ახალი ჟანრი იპოვოს მეც შეიძლება ერთ წელში კიდე რაღაც ახალი ჟანრი ვიპოვო მაგრამ ეს გვაძლევს რაღაც გაწერილ კონსტრუქცს და გვეუბნება რომ ნახე შემდეგ თვეს იქნება ეს რაღაც ახალი რაღაც მონახო რა თქმა უნდა ეხა ეგ წინასწარაც ვიცოდით რომ სადღაც რაღაცა ჩავარდნა იქნებოდა რაღაცა ყოველთვის ისე ვერ დალაგდება როგორც გინდა ბუნებრივიც არის მაგრამ ისიც ვახსენოთ რომ ნახევრად თითქმის მზად არის ერთი ეპიზოდი რომელიც რეალურად არ ჩაიწერა რაღაც მიზეზების გამო და სადღაც მე რა ვიცი ერთი წლის მერე თუნდაც არ აქვს მნიშვნელობა ისე იმდენად კარგი ჟანრია რომ მაგასაც მოუბრუნდებით მაგრამ არ გეტყვით რა ჟანრია იმიტომ რომ ვიდეო წინა თქვით წინა ზარის ღილაკის გააქტიურება არ დაგავიწყეთ შოუმეურობა როგორც იცით ყველა ეპიზოდს მისი განსაკუთრებული სიტყვა აქვს როგორიც იყო პირველ ეპიზოდში სუკი ჯალაი მეორე ეპიზოდში შინგეულუ მესამე ეპიზოდში ფუტა და მეოთხე ეპიზოდი იყო ბურჩაკ დარლასი დიახ და დღევანდელი ეპიზოდის სიტყვა არჩეული იყოს ბეტანია მარია ბეტანია Please send me a letter. დიდი მადლობა მეგობრებო, ნახვამდის და გისურვებთ კარგ გამოჯანსაღებულ დღეს. გამოჯანსაღებულ დღეს? გამოჯანსაღებულ დღეს. არსებობ უნდა და ვერ ლაპარაკობ, იმას ვერ გიგებენ სხვა. შენ მეორე ხარ ამ შორის. Conductor, we have a problem. What the fuck?